საღამო მშვიდობისა, ეს არის ტოქ-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით, მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და მხოლოდ იმედის არხზე წარმოგიდგენთ. დღევანდელი გადაცემის გაკეთება ჩვენი ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით გადავწყვეტეთ. გადაცემას 100 გრადუსი ცელსიუსის სოფელ იურმუღალოს მცხოვრები დაუკავშირდა, რომელმაც გთხოვა დავინტერესებულიყავით თემით მრავალწოლიანობა საქართველოში. ამის შემდეგ ჩვენი გადამღები ჯგუფი სწორედ ამ სოფელში ჩავიდა და გაარკვია რეალურად რატომ სურთ საქართველოში ადამიანებს მრავალწოლიანობის დაკანონება. მომდევნო 2 ბლოკის განმავლობაში სწორედ ამ თემის შესახებ გაიმართება დისკუსია ყველაზე ცხელი ტოქ-შოუს ეთერში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, მადლობა რომ შემოგვიერთდით. მივესალმებით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ბატონო არზუმან, რატომ ითხოვთ საქართველოში მრავალწოლიანობის დაკანონებას? მივესალმები სტუმრებს, მივესალმები აუდიტორიას, ქართველ მამაკაცებს, ყავთ საყვარლები უმრავლესობას და იმ საყვარლებმა რაღა დააშავეს, მაგრამ მაგათაც მოაწერონ ხელი და იყვნენ კანონიერი ცოლები და 90% ალბათ მამაკაცებს შეიძლება ვიღაცამ ცოლთან თავი მოიწონოს აქეთ იქით რომ არ გღალატობთ, მაგრამ ვაღიაროთ რომ მამაკაცები ვღალატობთ მეუღლეებს. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ თუ იქნება დაკანონებული მრავალწოლიანობა, ამ შემთხვევაში ღალატი აღარ იქნება? აღარ იქნება, ამავე დროს დაცულები იქნებიან, ჩვენ თვითონ ვიქნებით დაცულები, ქალბატონები იქნებიან დაცულები, საერთოდ საზოგადოება იქნება. ვისგან იქნებით დაცული? უამრავი ვირუსისაგან, ავადმყოფობისაგან. გასაგებია, თქვენ ახლა გყავთ ცოლი და ამის მიუხედავად გსურთ რომ შეერთოთ სამი შვილი და გსურთ კიდევ მეორე ცოლი. დიახ, მეორეც. და როგორ წარმოგიდგენიათ ერთ სახლში თანამედროვე რეალობაში? გასაგებია, გასულ საუკუნეებში ეს იყო დამკვიდრებული პრეცედენტი, როდესაც ადამიანს შეეძლო რომ ყოლოდა 2 ან რამდენიმე ცოლი. თუმცა ახლა საქართველოში ან თუნდაც აზერბაიჯანში ან თუნდაც ნებისმიერ ჩვენ სამეზობლო ქვეყანაში, როგორ წარმოგიდგენიათ ერთ სახლში იცხოვროს 2 ქალბატონმა, ისე რომ მათ შორის არ იყოს კონფლიქტი? ნორმალურად. როგორ იცხოვრებენ? მე ასე ავიხმ რომ შეჯიბრი იქნება მათ შორის, რომ ქმარს რომელი უფრო კარგა მოუვლის, რომელი უფრო კარგა მოეფარება. კი, ჩვენ კი ვიძახთ, ხალები უფრო ნაზები არიან, კი, ნაზები არიან, ვარდები არიან ჩვენთვის, მაგრამ კაცი დღე-დაღამ შრომობს, ის კაცსაც დასვენება უნდა. პირიქით, უფრო კარგი. თქვენ ფიქრობთ რომ სახში 2 ცოლი რო გეყოლება დასვენებული იქნება? უფრო დასვენებული იქნება. ხალები თვითონ ერთმანეთში ენას გამონახავენ. და არ ფიქრობთ რომ მათ შორის იქნება მუდმივი კონფლიქტი, დისკუსია? არაფერი კონფლიქტი არ იქნება. თქვენი ცოლი ახლა სახში მიიღებს სხვა ქალს? ჩემი ცოლი ახლა მასე ფიქრობს, მაგრამ თუ იქნება კანონი ძალაში აუცილებლად. ანუ თქვენ მას აიძულებთ რომ თუ კანონი იქნება ძალაში მიიღოს სხვა ქალის სახში? თვითონ იქნება თანახმა უკვე რომ მეორე ცოლი მეყოლება ხელს მოაწერ. ის იმასაც ის უფლება ექნება იმასაც და ბოლოს ერთმანეთში ენას გამონახავენ. გასაგებია, თუმცა ჩვენ მე მინდა მაყურებელს უთხრა იმისთვის რომ მაყურებელს ჰქონდეს ობიექტური განცდა, მიიღოს რეალური ინფორმაცია. ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა ქაჯაია ჩავიდა სოფელ იურმუღალოში, ის შეხვდა თქვენს სულს და ესაუბრა. მან პირდაპირ თქვა რომ თუ თქვენ მოიყვანთ მეორე ცოლს, მაშინ ის თქვენ მოკლავთ. მოდი ვნახოთ ეს ინტერვიუ. სოფლის სკოლაში ქართველი ინგლისურის მასწავლებელი ყავდა ჩამოყვანილი. აქ ხშირად მოდიოდა სოფლის მასწავლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ვინახავდით, სულ ჩვენთან იყო. ის და არზუმანი ერთად მუშაობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. ერთხელ ხუმრობით ისიც კი ვუთხარი, მოდი არზუმანას მეორე ცოლი გახდითქო. ჩემი ქმარი მოაჯადოა. კარგად მახსოვს, შაბათი დღე იყო. მე აბაზანაში ვიყავი, ოთახში რომ შევედი, დავინახე როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. მაშინ არაფერი მithქვამს. ახლა არზუმანმა მეორე ცოლი რომ მოიყვანოს, მოვკლავ. თქვენი მეუღლე საუბრობს რომ თქვენ რეალურად სოფლის ინგლისური ენის მასწავლებელთან შეგისწროთ საკუთარ სახლში. ეს არის მიზეზი, რატომაც თქვენ ახლა მოითხოვთ რომ მეორე ცოლი ყავდეთ, რომ რეალურად გქონდეთ საშუალება რომ ამ ყველაფრის ლეგალიზება მოახდინოთ? ყველა კაცს აქვს რაღაც სუსტი წერტილი. უბრალოდ შემიყვარდა, მე შემიყვარდა და ის თუ მეთამაშებოდა არ ვიცი. ხო და მე რეალურად შემიყვარდა. გასაგებია, მოდი ვკითხოთ ქალბატონებს, რას ფიქრობენ ისინი რეალურად არის თუ არა გარკვეულად მათი უფლებების დარღვევას, როდესაც მამაკაცი აცხადებს, რომ მას სახლში სულს ყავდეს 2, 3 ან 4 ცოლი. თაკო აბაშიძესთან მინდა გადავიდე კითხვით. იცი თუ არ გადმოხვიდოდი კითხვით, მე ისედაც ჩაგერთვებოდი ნოდარ უკვე, იმიტომ რომ იცი რა არის, მე მინდა გითხრა, რომ არა თუ უბრალოდ დარღვევა, მე ვთვლი ეს არის სასტიკი დარღვევა, არა მხოლოდ ქალის უფლების, იგივე რომ გააკეთოს ქალბატონმა, იგივე დარღვევა მამაკაცის უფლების და მე ვთვლი, რომ თქვენ არ უნდა ისაუბროთ სრულიად მამაკაცის
ვიღაცების სახელით იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცი აუცილებლად გიღალატებს. იცით რა არის, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემი აზრია ეს პირადი, მე თქვენ თავზე არ გახვეთ, მაშინ როდესაც შენ შეგიყვარდება სხვა და აღარ გინდა იმ ადამიანთან ცხოვრება, მე ვთვლი, რომ შეიძლება ამ ქორწინების დასრულება და მეორე ქორწინების ამოწყებად. არ ვიცი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ჩემმა მეუღლემ, რომლის ერთგულებაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და საერთოდ არ ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველა მამაკაცმა აუცილებლად ცოლს უნდა უღალატოს. მადლობა თაკო, ბატონო არზუმან, არ ფიქრობთ, რომ მაგალითად შესაძლებელი იქნება, რომ თუ თქვენ აღარ გიყვართ თქვენი მეუღლე, უბრალოდ გაცილდეთ და სხვა მეუღლე მოიყვანოთ? მე ხო არ ვიძახი, რომ არ მიყვარს მე ჩემი მეუღლე მიყვარს, ეს ჩემი შვილების დედაა. როგორ ახლა, როგორ ერთად ვიწვალეთ, ერთად ვიშრომეთ. თქვენ ორივე ქალბატონი გიყვართ, ანუ? ნუ შემიყვარდა, ყველა კაცს აქვს სისუსტე. ახლა შეიძლება ქალაქში სულ სხვა სტილია, ვერ გრძნობ დადის სხვასთან, ეს კარგიც არის, რომ ხალი არ გრძნობს ამას. და ვერ ხვდება. ან იქნება არც დადის. სხვა ქალთან. სხვა ქალთან იქნება არც დადის. არა, მე ხო არა ვთქვი, არა ყველა 90%-ზე მქონდა საუბარი. 90%. მე მგონი საკმაოდ მაღალი პროცენტია, როგორ აწარმოეთ ამაზე დაკავშირებით, ბატონო? რა მაღალია? 90%? ყველა კაცი აი რო ვლაპა. ჩვენ 100 ბალიანი შეფასებით ვლაპარაკობთ, ბატონო. არა, ძალიან ის არის, მე მაგალითად არ გეთანხმებით. არა, კი ბატონო, არც მე არ გეთანხმებით. ხო, არა, ეს თქვენი რასაკვირველია ჩემი პირი. ადამიანს აქვს ყველას თავისი აზრი. ცხადია. გასაგებია, ბატონო არზუმან, ერთ შენიერ დღეს თქვენმა მეუღლემ რომ გამოგიცხადოთ. დღეს ჩვენ საუბრობთ 21 საუკუნეში გენდერულ თანასწორობაზე, ანუ ქალსა და კაცს აქვს თანაბარი უფლებები. ერთ დღეს თქვენმა მეუღლემ რომ გამოგიცხადოთ, რომ მას სხვა კაცი შეუყვარდა და სურს რომ ყავდეს ერთდროულად ორი მეუღლე. ეს თქვენთვის მისაღები იქნება? ისლამში ესეთი რამ არ ხდება, დაშვებულია საერთოდ კაცს ყავდეს მრავალი ცოლი, ქალს უნდა ყავდეს ერთი ცოლი. გასაგებია, ბატონო არზუმან, თუმცა ჩვენ დღეს საუბრობთ არსებულ სიტუაციაზე. თქვენ ამბობთ, რომ ცოლის პარალელურად ყავთ მეგობარი გოგონა, რომელიც შემგიყვარდა. რომ აღმოაჩინეთ, რომ თქვენ ცოლსაც ყავს მეგობარი მამაკაცი, მე განაცხადა მან, რომ მე ისა მე არა არ იტყვის მაგას. და რო თქვას, მე რას იზავთ? გავშორდები. ბატონო არზუმან, თქვენ ეხლა ახსენეთ, რომ 4 ცოლი არის დაშვებული, ანუ თქვენი რელიგიის მიხედვით, რომ ყავდეთ 4 ცოლი. აი ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ასეთი სისუსტე გაგაჩნიათ მადილოსებთან მიმართებაში, მეხუთე ქალბატონი რო შეგიყვარდეთ, როგორ მოიქცევით? არ შემიყვარდება უკვე. რატო? რა გარანტია გაქვთ? თქვენი სისუსტე 4 ქალბატონზე დამარცხდება თუ თანასწორუფლებიანი უნდა იყოს ორივე. პირველი მეუღლეც უნდა იყოს თანახმა. აი ზუსტად იმიტომ ვერ მოვიყვანე მე მეორე მეუღლე, რომ ის არ არის თანახმა. არ იყო თანახმა. გასაგებია, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენ ყავთ 3 შვილი, კიდევ შვილი. ამის დამატებით გსურთ მეორე ცოლი, რომელიც ასევე თქვენ ამბობთ, რომ გინდათ რომ ყავდეთ მასთანაც შვილები. შემდეგ ეყოლებათ კიდევ შვილიშვილები. ერთი ადამიანი ამხელა დიდ ოჯახს როგორ გაწდება? ეხლა რა არიცი? ხო არიან აი მაგალითად, რომ თანამდებობის პირები, სახელს არ დავასახელებ. გაშორდნენ პირველს, მოიყვანეს მეორეები და მესამეები. რა მნიშვნელობა აქვს? ის ქალბატონის მაგის შვილის დედა არ არის, ზოგიერთად თხოვდება. და ბარემ იყოს ოფიციალური სახე მივცეთ ამას. და იყოს კანონით, აი ხო შეიძლებოდა რომ ჩემ მეუღლეს არც გაეგო და ჩუმად გასაგებია, თუმცა თქვენ საკუთარ სახლში მიიყვანეთ, თქვენ საძინებელში საკუთარ სახლში არ მივიყვან ეხლა, რა თქმა უნდა, მაგას არ მივიყვან. სხვაგან ვიყიდე. თუმცა ერთხელ უკვე მიიყვანეს. ეს უკვე ის იყო მომენტში, რომ საერთოდ ქურდობა და ისაო გარყვნილობა 40 დღიანიაო. აი მომენტში ანუ ცნობების 40 დღე ქონდათ? არა. ესეთი თქმულებაა რა. დიახ. არ მინდა ეხლა ბოჯის მოვუხდი, მაგრამ კი ბატონო. ქურდობა და ბოზობა 40 დღიანიაო. 40 დღეში გასწყდებაო. ხო. ანუ რამე რომ მოიპარო 40 დღეში გასწყდება, კალმა რომ 40 დღეში მე გორი ვცნება მარადიული მეგონა. ხო და იმიტომ რომ ეს უბრალოდ იცი რა არის, რა თქმა უნდა ერთად არა ცხოვრებ მაგათ, მაგრამ ხელს რომ მოაწერა რა უკვე ის გული არ დასწრება. მიხვდება რომ ისიც შენი ცოლია, ისიც შენი ცოლია. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან ერთად სტუდიაში ასევე იმყოფება აივაზ მარდანოვი. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერთით და ხართ ჩვენთან ერთად. მე ვიცი რომ თქვენს ახლა ყავთ მეუღლე, თუმცა ამის მიუხედავად მომხრე ხართ რომ ყავდეთ კიდევ ერთი მეუღლე. რეალურად რატომ ჩდება ეს მოთხოვნილება ადამიანებში? თუ თქვენ გიყვართ თქვენი მეუღლე, მასთან ერთად ცხოვრობთ, რა დანაკლის განიცდით იმის გამო რომ გსურთ რომ შეიცვალოს კანონი და რეალურად დაკანონდეს მრავალცოლიანობა და ყავდეთ 2, 3 ან 4 ცოლი? თუ შენი პირველი ცოლი თანახმა არის, თუ უშუალო არის, შეიძლება ავათ არის, შეიძლება
ყველაფერი შეიძლება ესა და შეგიძლია რომ მეორე ცოლისაც მოიღანა ოღონდ შენი ფული იყოს ყველაფერი ძანთლობა იყოს შენ ყველაფერი იყოს ორივე ერთად ნახე რა აი სხვა ერთ ოჯახში არ შეიძლება სხვა სახში უნდა კონდეს ხო შეგიძლია ესეთი რამე და უფლება არის მაგრამ ერთი ქმარი ორმაც ცოლმა როგორ უნდა გაიყოს როგორ უნდა გაიგოს ერთ მონათ ეს რო დუფლო იყედეს რამოიდა მეორეც უნდა იყედეს ესეთი არის და ერთ მონათ კარგად არის თქვენ რო იღავით ჩვენთან და ეს ქალბატონი ხო უშოლე არის და შეიძლება მოთხოვნა არის და მოიღანე მეორე ცოლიდან ორი შვილი არის თქვენ ხო ნახე ამას ესეთი რამე ბევრი არის ჩვენ ქოვანაში და სოფლიოში. გასაგებია, როგორ ცხოვრობენ ერთ სახლში, როგორ ცხოვრობს ორი ქალბატონი, რომლებსაც ყავთ საერთო მეუღლე და წლების განმავლობაში მათ კონფლიქტის არც ერთი პრეცედენტი არ ქონიათ. ეს ყველაფერი ხდება სოფელ იურმუღალოში. ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა ქაჯაია ჩავიდა და მოამზადა რეპორტაჟი ოჯახზე, სადაც უკვე წლებია ორი ქალბატონი ცხოვრობს, მათ ყავთ საერთო მეუღლე და როგორც ისინი ჩვენთან ინტერვიუში ამბობენ, ერთმანეთთან დური ურთიერთობები გააჩინათ. ნანუკა ქაჯაია ეს რეპორტაჟი. ეთერანასიბოვს მეუღლემ ახალი პატარძალი 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მიუყვანა. სარქისმა მეორე ცოლი გვარის გაგრძელების მიზნით შეირთო. ეროვნებით აზერბაიჯანელ კაცს ძველმა ცოლმა შვილი ვერ გაუჩინა. ამ და სხვა ბევრი მიზეზით წლების წინ სოფელ იურმუღალოში 2 ან 3 ცოლს ხშირად ირთავდნენ. 40 წელს ვიყავი, როდესაც სარქისმა გუდნათა სახლში მოიყვანა. მეორე ცოლის შერთვა ქმარს მე თვითონ მოვთხოვე. ჩემი ქმარი შვილზე ოცნებობდა. ბავშვის გაჩენა კი მე არ შემეძლო. ასე ცხოვრებას თავიდანვე შევეგუე. ახლა უფრო მიხარია ეს გადაწყვეტილება, თუნდაც იმიტომ, რომ სიბერეში ჩემზე ახალგაზრდა პატრონი მყავს. გუდრათა ოჯახში იგივე უფლებებით სარგებლობდა, რითაც პირველი ცოლი ქალბატონებს ერთი კაცის გაყოფა არ გაჭირვებიათ. 6 წლის განმავლობაში მამაკაცი ცოლებს მურიგეობით ემსახურებოდა. შესანიშნავი ურთიერთობა გქონდა სამივეს, როცა ვიცოდი რომ სარქისი ეთერასთან იყო, მე იმ დროს ბავშვისთვის ან სხვა საოჯახო საქმეებისთვის უნდა მიმეხედა, როცა პირიქით ხდებოდა ეთერა გვტოვებდა მარტო. ნასიბოვების მემკვიდრეს მეჰმანს ყველაზე მეტად გაუმართლა. მაშინ, როდესაც მამას ერთი ცოლი მთაში მარტოობის გასაქარვებლად მიყავდა, ბიჭთან მეორე დედა რჩებოდა. ეთარა ჩემი მეორე დედაა, ის მე ძალიან მიყვარს. ერთმანეთისგან ვერ ვანცხოვებ, რადგან ორივეს ჩემ გაზაში ერთნაირი წვლილი აქვს შეტანილი. 1830 კაციან სოფელში სარქის ნასიბოვის ცოლებზე მეზობლები ხშირად საუბრობენ. ამ ოჯახის დიასახლისებმა დებივით იცხოვრეს. ერთად სახლი ააშენეს და ნასიბოვებს მემკვიდრეებიც ერთად გაუზარდეს. ეთერა და გუდნარას ურთიერთობა ყოველთვის გვაკვირვებდა. მე მათი ყველაზე ახლო მეზობელი ვარ. არასდროს გამიგია მათი სახლიდან ჩხუბის ხმა. დებივერი ცხოვრობენ ისე, როგორც ესენი ცხოვრობენ. ჩვენ სოფელში ორი ცოლი ახლა ბევრს აღარ ყავს, მაგრამ ამათი ცხოვრება ნამდვილად სამაგალითოა. სოფელ იურმუღალოში ახლა სხვა ვითარებაა. მრავალცოლიანობის მოწინააღმდეგე დღეს ყველა დაოჯახებული ქალია. კაცებისგან განსხვავებით, ქალები სახელმწიფოს თხოვენ, მათთვის არასასურველი კანონი არ მიიღონ. ასეთია მდგომარეობა სოფელ იურმუღალოში, სადაც წლების წინ არსებობდა ტრადიცია, რომ მამაკაც თუ მას არ ყავდა გვარის გამგრძელებელი, ჰქონდა უფლება, რომ შეერთო მეორე ცოლი. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მას არ ყავდა გვარის გამგრძელებელი, მაგრამ ეს არა იმ შემთხვევაში, თუ მას ყავს სამი შვილი, ბატონო არზუმან. ქალების ყველა ერთი ხასიათი არის რა. რას ნიშნავს ერთი ხასიათის? ქალს არ უნდა რომ მაგის ქმარს აყავდა სხვა ცოლი. როდესაც ჩვენ 21 საუკუნეში საუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, თანაბარ უფლებებზე, მაშინ რატო შეიძლება იყოს დაცული მამაკაცის უფლება, რომელსაც გააჩნია სურვილი ყავდეს ორი ცალი და ქალის უფლება იყოს ამ შემთხვევაში დისკრიმინირებული? არ არის დისკრიმინირებული, უბრალოდ იცი რა არის, უნდა იყოს კანონით. და არც უნდა შეიძლება არც გავაგებინო. რა მნიშვნელობა აქვს? არ იქნება, იცი რა არის, საყვარელი უფრო შეურაცხყოფილია ვიდრე ცოლი. საყვარელი უფრო შეურაცხყოფილია ვიდრე ცოლი. ველიქ ველიქოვი იმყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერთით. მინდა მყავდეს მეორე ცოლი. ეს არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირობითი სახელწოდება. რა პლუსები და მინუსები გააჩნია მეორე ცოლს? რატომ უნდა ყავდეს კაცს ორი ცოლი ერთად სახლში? ჩვენ მუსულმანი წიგნი არის ყურანი. იქაც წერია უფლება გაძლევს 4. ქალბატონთა შეიძლება უფლება. მაგრამ პირველი რიგში პირველი ცოლმა უფლება თუ მიცა
რომელ შემთხვევაში იქნება ეს ქალბატონო ავათარი ან უშვილოთ ან არ შეგიძლება იმ შემთხვევაში აძლევს უფლება თან ერთ ოჯახში არა გასაგებია, მაგრამ ბატონი არზრუმანის ცოლი არის ჯანმრთელი სამი შვილი გაუჩინა, მაგრამ მაინც მეორე ცოლი უნდა. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო? მოდი შევიხდით, ჩემი დედები არის, ჩემი შვილებია. იქნება ჯანი, რაღაცა, ხო, გაცები ვართ და მამაკაცები, მოდი შევიხდით, ცოტა ღალატები არიან. ალბათ ცოტა კეთილგურობს. კი ბატონო, ეს კიდე რეალურია. იმიტომ შეიძლება რომ გურანში წერია რომ თუ შენ ძალაში გააქვს ფინანსური რაღაცა გააქვს თუ შენ მეოლო უფლება გაძლევს კი ბატონო გასაგებია მაგრამ თუ ქალბატონი არის უშვილო და მამაკაცმა ამის გამო უნდა მოიყვანოს მეორე ცული თუ მამაკაცი არის უნაყოფო მაშინ ქალს აქვს უფლება წავიდეს და სხვასთან გააჩინოს ბავშვი ვაი ღმერთმა დაგიფაროს ქალს გაშოროს შორდება ავტომატურად ის ხალი ისა გაცილდება ხოლმე. გაცილდება, მაგრამ მეორე ქმართან არ მიდის. ორი ქმარი ერთდროულად არ. არა, ორი ქმარი ერთდროულად როგორ გამოვა, ბაჭი შენ წარმოიდგინე. თუმცა ნეპალში მაგალითად არის დამკვიდრებული პრეცედენტი, როდესაც იმის გამო რომ იქ არის ძალიან მთაგორიანი ადგილები, შესაბამისად ქალბატონს აქვს უფლება რომ გათხოვდეს რამდენიმე მამაკაცზე, იმის გამო რომ არ მოხდეს ოჯახების ძალიან გამრავლება და ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა არ შექმნას გარკვეული ტერიტორიული დეფიციტი. ჩვენ არ ვიცით სხვაგან როგორ არის, მაგრამ არის ევროპაში სახელმწიფოები კაცთან ინიშნება რა იხაც ესეთი კანონებია მაგრამ ისლამში ესე არ არის გასაგებია თუმცა სახელმწიფოები სადაც ბუნებრივია ცხოვრობენ მუსლიმები ძალიან ბევრ ქვეყანაში იქაც მრავალცოლიანობა არის აკრძალული თუნდაც შუა აზიის ქვეყნებში ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ამ ყველაფერზე თქვა სამყარო მოარი რადგანაც ირღვევოდა ქალთა უფლებები მე მინდა გადავიდე ჩვენ სტუმრებთან კითხვით ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან სახავათ გუსეინოვი და მისი მეუღლე ელვილა ალახნეროვა ელვირა, შენმა მეუღლემ, რომელთან ერთადაც ცხოვრობ, რომ გამოგიცხადოს ერთ დღეს, რომ მას სურს მოიყვანოს მეორე ცოლი. როგორი იქნება შენი რეაქცია? დართავ მას ამის უფლებას. ვნახოთ რა პირობებში. დავუშვათ, ან მე ამ ყავს შვილი, მაშინ კი თანახმა ვიქნები. მე ვიცი, რომ მე არ შემიძლია ბავშვის გაჩენა. ამისათვის რატო უნდა ჩავაქმა ამის მომავალი. ამ შემთხვევაში შეიძლება. ანუ შენ თანახმა იქნები რომ ურთიერთობა გქონდეთ პარალელურ რეჟიმში, ანუ შენც მისი ცოლი იყო და სხვაც. ხო, დიახ, თანახმა ვიქნები. მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ აქ ბავშვის პრობლემა დღის წესრიგში არ იდგება ისევე როგორც არის ბატონი არზრუმანის შემთხვევაში? არა მგონია. გასაგებია, ბატონი სავახათ, თქვენ რეალურად ყავთ ახლა მეუღლე. გაგჩენიათ იმის სურვილი რომ მეორე ცოლი შეგერთოთ? მე შემიძლია რომ მაგის თანხმობით მოიყვანოს ცოლი. ოღონდ როგორ ორივე ერთ დონეზე უნდა შევინახო რა, ორივე ერთ დონეზე უნდა შევინახო. თქვათ ეგ ცუდად არის და ამას თავი არ უნდა დავანებო. ორივე ერთ იმაზე უნდა შევინახო. და მე თუ საშუალება მაქვს ორივე ცალკე სახლი მაგრამ თუ საშუალება არ გექნებათ თუ საშუალება არ მიქნება და მაშინ ორივე ამის თანხმობა გიქნება ორივე ერთი სახლში შევინახებ ერთი თქვენ ფიქრობთ რომ კონფლიქტი ამის გამო არ წარმოიშვება ერთ სახლში ორი ცოლი და ერთი კაცი ეგ ერთი მხრიდან ნორმალურია, მეორე მხრიდან არანორმალურია. გასაგებია, მოდი ლიკას მოусმინოთ. გისმენთ ლიკა? კითხვა მაქვს თქვენთან. ძალიან მაინტერესებს. ღმერთმა დაგიფაროთ თუ შვილი არ გეყოლოთ მეუღლესთან. არ გერჩივნათ და არ გერჩევნიათ რომ აიყვანოთ შვილი, ვიდრე მოვიდეს კონკურენტი ქალი და გაიყოს სიყვარული ოჯახში. აი, იცით როგორ? ეხლა ეგეთი პირობები არის, ანუ ხელოვნური განაყოფიერება, ეხლა ყველაფერი შეიძლება. ან შვილის აყვანა, მაგრამ იცით როგორ არის კაცები უნდა თავისი შვილი კონდეს, აყვანილი არა, აი თავისი. ამას ხო, ეხლა ამ შემთხვევაში უნდა მოიყვანოს მეორე. გასაგებია, მაგრამ აქ ვიცი რა, რამდენიმე მიზეზი დასახელდა და მე მგონია რომ აი ამ ყველა მიზეზის არარსებობის შემთხვევაშიც კი მათ ძალიან დიდი სიამოვნებით უნდათ რომ მოიყვანონ მეორე ცოლები და აი ამ შემთხვევაში როგორ თანხმდებიან ეს ქალბატონები, ჩემთვის როგორც ქალისთვის, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ხა მე არ ვახო თავზე არავის ჩემს აზრს, ეს შეიძლება თქვენთვის მისაღებია, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ჩემთვის პირადად არის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება მე ვიცხოვრო ერთ სახლში, ან თუნდაც ვიცხოვრო სხვა სახლში, როცა მეორე სახლში ყავს მეორე ცოლი ჩემს მეუღლეს, ჩემთვის
არის ეს გაუგებარი და ამით ვიყავ სრულიად კმაყოფილი და ვთვლიდა რომ ამით არ დაირღვა ჩემი უფლებები თანახმად და არა მე მგონია გინდათ რომ შუამავალი რომ იყოთ მათ სოლები პირიქით კარგი არ არის რომ თქვენ შვილს ეყოლება სხვა დედმამის შვილები რა არის აქ ცოტა ჩემს შვილს რომ ეყოლება თავის დედმამის შვილები ეს ძალიან კარგია ისა ჩვენ დედმამის შვილებს გაუმარჯოსო სადღეგრძელო ყარნახობს და გასაგებია მაგრამ სადღეგრძელოების მიხედვით ცხოვრება საქართველოს რატო ქართველი კაცი არის ყოველთვის მოკეიფე რათ არის აქ რა და რას ნიშნავს ეს პირიქით ბევრი იქნებიან დედმამის შვილები რომელი ქართული სადღეგრძელო იცით სადაც ყარნახობს ქართველი მამაკაცი როგორ უნდა გვიყვარდეს მისი სხვა მეუღლე იცით რა არის მასეც არ არის შეიძლება არ არის ცუდი საყვარელის გაჩენ ჩემი აზრით ჯობია რომ მეორე ყავდეს ოფიციალურად იცით რა თქვენ განიხილავთ ხოლმე ჩემი ცოლი რაზე უნდა მიუვარდეს იმ ჩემს სიტყვაზე თუ გავიჩენის ცოდვა არ არის რატო საყვარელი უნდა თუ მიყვარს უნდა მოიყვანო და ცოტა თქვენი არ არის სხვა თქვენ მეორე ცოლი გინდათ იმისთვის რომ თუ თქვენ გაიჩენთ საყვარელს მას კონდეს ოფიციალური სტატუსი და თქვენ ცოლსა და თქვენს მეგობარ ქალს შორის არ იყოს კონფლიქტი არ იყოს რა თქმა უნდა ორივე იყოს თანასწორუფლებიანი იმიტომ რომ იცით რა არის საუბარი იყო წეღანო რომ დადიან ახალგაზრდობა რა თქმა უნდა ახლა ეს ზოგ ცოლი ყავს მაინც მირბის სახით იქით ხო ხვალე ხო შეიძლება რომ შვილი ეყოლას მისგან ეს უფრო საშიში არ არის და რატოა საშიში იმიტომ რომ არ იყო მისი არც არაკანონიერი არ ჯვარი ქონდა დაწერილი არ შედებურად კაფინი ქონდათ ყურანით იგივეა რა უბრალოდ ბიბლიაში თითქმის ერთი და იგივე ხო და ჩვენ ახლა რელიგია იმდენად არ ვიცით არც სახავათ არის ეს არც მე არ ვიცით ჩვენი მეუღლე ხომ არ არის თანახმად და თქვენ არა და ვერ მოვიყვანე ჩაგიწყოთ მეუღლე ვერ მოვიყვანე ჩავარდა ჩემის ვერ მოვიყვანე არ დავარღვიე მისი უფლება და კანონი რო ყოფილიყო წავიდოდი ჩუმად მოვაწერდი ხელს ჩუმად რატომ მოაწერდით თუ მეუღლე თანახმა იქნებოდა ჩუმად მოწერა რა შეიძლება ვერ გაიგებდა სანამ შვილი ანუ თქვენთვის მას მნიშვნელობა დიდი მნიშვნელობა არ აქვს ქალის აზრს როგორ არა არა თუ კი თქვენ ჩუმად აპირებთ მეორე ქალბატონთან შვილის მოწერას სოციალურს მოლებს ჩავტარჩე ღმერთმა უნდა გაიგე ღმერთ ხო ის მე მოლებმა მითხრეს რომ ამ სასულიერო პირებმა ჩუმათო იყოლიო არ არის პრობლემაო გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო დისკუსიისათვის და მადლობა ჩვენ სტუმრებს რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანებთან ერთად რომლებსაც სურთ რომ კანონიერად ჰქონდეთ საქართველოში უფლება ყავდეთ 1 2 ან 3 ცოლი ეს არის მხოლოდ მათი იდეა დღეს ჩვენ ტრიბუნა დაუთმეთ მათ რადგანაც მათ მოგმართეს თქონი და ფიქრობთ რომ ეს იყო საინტერესო თემა ბუნებრივია გადაწყვეტილებას იღებენ სხვა სტრუქტურები სხვა ორგანოები და ამას ხანგრძლივი დისკუსია სჭირდება შესაბამისად დღევანდელ გადაცემაში ჩვენ მხოლოდ ამ ადამიანების კერძო პრივატული პოზიცია წარმოვაჩინეთ ეთერში გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენ შემოგვერდებიან ცნობილი ქართველები და ვისაუბრებთ თემაზე ვინ არის თანახმა იყოს ერთი ადამიანის ცხოვრებაში პარალელურ ურთიერთობებში რიგით მეორე ქალი ან მამაკაცი პარალელური ურთიერთობები და ფარული სიყვარული გადაცემის მეორე ნაწილში არ გადართოთ რეკლამა მალე გაივლის მადლობა რომ არ გადართეთ ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით ისევ ეთერს უბრუნდება პარალელური ურთიერთობები მე მინდა მყავდეს მეორე ნახევარი რომელიც შესაძლებელია არ იყოს ჩემი ძირითადი ურთიერთობების მთავარი მეგზური ეს არის გადაცემის მეორე ნაწილის საუბრის მთავარი თემა ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ სტამბოლს და მივესალმებით ბატონ ვარლამ ნიკოლაძეს მოგესალმებით ბატონო ვარლამ გამარჯობა დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით პარალელური ურთიერთობები არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. თქვენ ყავდათ რამდენიმე მეუღლე, რამდენი ცოლი ყავდათ? 6. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? ანუ რატომ ცილდებოდით ერთს და მომყავდათ მეორე? მე ერთხელ ვითხოვე ცოლი. გავთხოვდი და ვიქორწინე თეატრზე და მას შემდეგ მეორე ცოლობა ვისაც აღარ ვინც ვერ აიტანს მეორე ცოლობის ჩემ გვერდით ვერ გაჩერდება ასე რომ ერთხელ მყავს ნათხოვი ცოლი და დღემდე ერთგული ვარ ამ ქორწინების ეს იყო თეატრი დანარჩენი ყველა მეუღლე კი იყო პარალელური ასე გამოდის კი
მე მინდა მაყურებელს უბრალოდ უთხრა, რომ ბატონი ვარლამი ბრძანდება ცნობილი მუსიკალური ჯგუფის ნიკოლ შოუს წევრების მამა. ეს ისტორია ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. უბრალოდ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ საუბარი ქონდა მრავალცოლიანობის შესახებ. მრავალცოლიანობა საქართველოს ჩვენთან იყვნენ სტუმრები, რომლებიც ითხოვენ საქართველოში მრავალცოლიანობის დაკანონებას. მათ ამის უფლებას აძლევს რელიგია, ისინი არიან მუსლიმები და ახლა ითხოვენ, რომ კანონში შესაბამისი რეგულაციები შევიდეს. თქვენ რომ გაძლევდეთ თქვენი რელიგია იმის საშუალებას, რომ გყავდეთ რამდენიმე ცოლი. გადადგამდით ამ ნაბიჯს? არა. ესე სხვათაშორის თქვენ ეხლა ბრძანეთ, რომ მუსლიმანური რელიგია იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ აი თურქეთი არის მუსლიმანური რელიგიის მიმდევარი ქვეყანა. და აქ ეგეთი რამე არ არის. აქ ერთი ცოლი ყავთ და ყავთ. გასაგებია, რაც შეეხება პარალელურ ურთიერთობებს, თქვენ ყავდათ 6 ცოლი. გიწევდათ პარალელური ურთიერთობების ქონა, მაგალითად, როდესაც ერთთან ურთიერთობები გიცივდებოდათ, შემდეგ პარალელურად შემოდიოდა მეორე, რომელიც პირველს განდევნიდა? არა, პარალელურად არასოდეს არაფერი არ ყოფილა. თავდებოდა ერთი, იწყებოდა მეორე. რა მინუსები აქვს პარალელურ ურთიერთობებს, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი. არა, პარალელური ეხლა გააჩნია რას მეკითხებით, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში ალბათ რაღაცა პატარა მონაკვეთიანი პარალელები არსებობს. და რა ვიცი, ხდება ხოლმე, არა? ალბათ დამეთანხმებით. მაგრამ თუ საქმე ეხება ქორწინებას და თუ საქმე ეხება ოჯახს, პარალელურად ორი ოჯახი ალბათ ძნელია, არ ვიცი. მე არა ვარ მომხრე მრავალნაირი ურთიერთობებისა. პრინციპში მე ვარ მომხრე ერთი ურთიერთობისა, რომელიც იქნება საფუძველი და ძირითადი წარმმართველი შენი ცხოვრებისა. მე ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ბევრი შვილი, მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მყავს ახლაც ბევრი შვილი, მაგრამ მყავს სხვადასხვა დედებით. ისე ჯობდა, რომ ერთი დედით ყოფილიყო ეს ყველაფერი. შენ უნდა იყოს შენ და შენ არ უნდა ეცადო, რომ შენი პარტნიორი იქნება ეს თუ მეუღლე იქნება თუ არ ვიცი რა ურთიერთობები იქნება, რომ ის როგორმე გადააკეთო. გადაკეთება არ ღირს. ის უნდა მიიღო ისე როგორც ის არის. გასაგებია, როგორ ხდებოდნენ თქვენი შვილები, როდესაც იგებდნენ, რომ თქვენ ცილდებოდით მათ დედას და მიდიოდით სხვა ადამიანთან? არასოდეს არ არის ეს სასიამოვნო ბავშვისთვის, რა თქმა უნდა. მაგრამ არ ვიცი, მე მგონი შევეცადე ძალიან, რომ ეს სიმწარე ქვია ამას თუ ეს სიძნელე ქვია თუ არ ვიცი რა ქვია, როგორმე გამექარვებინა და როგორმე შემექმნა ესეთ სიტუაცია, რომ თითქოს პრინციპში არაფერი არ მომხდარა. არ ვიცი, რამდენად მივახციე ამას, მაგრამ ეხლა თუ გადახედავთ, თქვენ იცნობთ ალბათ ჩემ შვილებს, ადრე ეგენი იყვნენ ჩემი შვილები და ეხლა უკვე მე გავხდი მაგათი მამა. ესე იგი, ნიკოლ შოუ არ იყო მაშინ. ეს ხალხი ჩემი შვილები. ეხლა ნიკოლ შოუს მამა მიცნობს დღევანდელი თაობა. თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ საკმაოდ ისე არიან ერთად შეკრულები, როგორც მუშტი, თითქოს ერთი ოჯახიდან არიან არ ვიცი, შევეცადე ძალიან, რომ ეს ასე ყოფილიყო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო თქვენი დატვირთული დღის გრაფიკის მიუხედავად და მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში 100 გრადუსი ცელსიუსით. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს იყო პირდაპირი ჩართვა ქალაქ სტამბოლიდან და ჩვენს კითხვებს პასუხობდა ბატონი ვარლამ ნიკოლაძე, ცნობილი ქართული ჯგუფის ნიკოლ შოუს წევრების მამა, როგორც თავად ბრძანა ჩვენს გადაცემაში. პარალელური ურთიერთობები, მოდი ვისაუბროთ ამ თემის შესახებ, რომელიც ალბათ თანამედროვე საქართველოში არის ძალიან აქტუალური. სოფოსთან მინდა გადავიდე კითხვით, შენ ძალიან ხშირად განასახიერებ მსახიობს როლს ასრულებ, როდესაც გიწევს პარალელური ურთიერთობების თამაში. ანუ ქალი, რომელსაც უყვარს ერთი, მაგრამ ამის პარალელურად უყვარდება მეორე, შემდეგ ყავს სხვა და ეს ყველაფერი გრძელდება. შენი ცხოვრება კინოში, შენს რეალურ ცხოვრებაზეც ხომ არ აისახა? არა, პარალელური ურთიერთობები არასოდეს არ მყოლია, ყოველთვის ერთი ადამიანი მიყვარდა და მყავს და მყავდა. და რაც შეეხება ჩემ აზრს, იცი, აი მე ვფიქრობ, რომ აი თავის მოტყუებაა ის, რომ ყავდეს ოჯახში 2 ან 3 ცოლი. უბრალოდ ეს არ იქნება მართალი და არ იქნება ესეთი ურთიერთობა, რომ ამით შენც ისიამოვნო და ისიამოვნოს შენმა ცოლებმაც. რაც უფრო ქალს ბევრი მამაკაცი ყავს, ის ქალი არის უფრო კარგი და უფრო სასურველი.
მაგრამ მე ახლა არ იქნება ქალის იმიჯი ასე რომ მას ძალიან ბევრი მამაკაცი ყოლია ის ძალიან ბევრის გულთამყრობელი არის იგივე შენზეც სოფო ძალიან ხშირად ამბობენ რომ შენ ყავს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი და შენ ბევრისათვის ძალიან სასურველი მეორე ნახევარი შეიძლება იყოს არ ვიცი შეიძლება ბევრისთვის სასურველი ვიყო ან ბევრს მოვწონდე მაგრამ კაცების რაოდენობით ნამდვილად არ გამოვირჩევი დღეს საქართველოში ძალიან რეალურია და ძალიან ხშირად ხდება როდესაც ადამიანს ყავს ცოლი მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი რომელსაც ყავს ცოლი და შემდეგ მას აქვს ვიღაცასთან პარალელური ურთიერთობები და ეს წლები გრძელდება. რატომ თანხმდებიან ქალები? ძალიან ბევრმა იცის რომ მის ქმარს ყავს მეორე ნახევარი, მაგრამ ყავს საყვარელი, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც ამ ყველაფერს ძალიან მოთმინებით ხდება. იცი რა ეს თვითონ ქალბატონის პრობლემაა ეს უღირს მოითმინოს თუ არა. მე პირადად ეგეთ ყალბ ურთიერთობებში ვერ ვიქნები და არ შემიძლია ეგეთი ურთიერთობა. გასაგებია, მე მინდა ვკითხო ლიკას. ლიკა თუ ყოფილა შენ ცხოვრებაში პრეცედენტი, როდესაც შენთვის შეუთავაზებიათ რომ შენ ყოფილიყავი რიგით მეორე ვიღაცის ცხოვრებაში, ანუ მას ყავდა ოჯახი და ამის მიუხედავად შენ გთავაზობდა რომ შენ ყოფილიყავი მისი მეგობარი და ქონოდა ურთიერთობა. რიგით მეორე არა, რიგით მეოთხე უნდა ყოფილიყავი და მეუღლის სტატუსით. და მე მახსოვს ეს იყო დაახლოებით 7-8 წლის წინ და ამოვიღე ხბალი და ისეთი ჩავატარე, ჩემთვის იყო ეს ძალიან მიუღებელი. თუმცა ქართველი ქალები, რა თქმა უნდა, ჯანსაღ ეჭვიანობაზე მაქვს ლაპარაკი. ეჭვიანები ვარ და ამას არასოდეს არ დავუშვებ. მე და იმედა მოვიდეთ თემატურად და ვართ კონკურენტები, ხო, მე მაცია ქართული სამოსი ჩავიცი. ამითაც მინდა ჩემი პოზიცია გამოხატო და ვერბალურადაც, ხო? მე აკლემ ყავს გარეთ გადა. მე ქალია. შეიძლება სამივეს ერთად შემოგთავაზოთ გადაცემის მერე წასვლა. საქართველოში ვინც იქნება თანახმდა. აი მეუღლეებზე სხვადასხვას მეც მიფიქრია ეს პოზიცია, როცა ქვიშაში რგავენ თავებს. რატო უთმობენ ქმრებს, როცა იციან რომ ყავთ საყვარელი. ეშინიათ მარტოობის, საოცრად ეშინიათ. ეშინიათ თუნდაც იმის, რომ ერთხელ გათხოვდნენ და მეორედ ვეღარ გათხოვდებიან და დარჩებიან. მე ზეულაპარაკობ, მე მგონი ხა შეიძლება ის მესმის რომ შეიძლება რაღაცა, ნუ ყველას ქალსაც, კაცსაც ყოველთვის აქვს რაღაცა ახალი ხორცის ანუ მე ვიძახი სექსუალურად ტოლვა და ეგ სხვა რამეა. ეგ კიდე სხვა რამეა, იმიტომ რომ ყავს თორე რაღაცა მთავრდება ურთიერთობა, იწყება მეორე ურთიერთობა. იმის დაკარგვა არ გვინდა, მე მყავს მაგალითი მეგობრების, რომლებსაც ყავთ სხვადასხვა ქალია ეს, ქალბატონია, რომელსაც ყავს ქმარი. ქმართან არანაირი უყვარს ეს ქმარი, არ აქვს არანაირი ტოლვა. მაგრამ ყავს ამისთვის ეს რა ქვია, საყვარელი. არც იმის დაკარგვა, ეგ კიდე სხვა რამეა, მაგრამ ეს და მეუღლე ახში აფიცოლი და ხო რა იცი რა არის ზუსტ მე ვთვლი რომ ადამიანები რაღაცას ინსტინქტებით და რაღაცებით ცხოველებისგან განსხვავდება. აი მაგას ვიძახ მე. რაღაცისგან რაღაცებით განსხვავდებით, მაგრამ რაღაცებით ხომ გავართ. ამაზეა რაღაცით. მაგით გავართ. გავართ გიორგი, მაგრამ ერთი და იგივე არ ვართ. ეხლა ცხოველები არ ვართ. გაგიფაროს ეხლა რატომ? ხო, ანუ რაღაც ურთიერთობები არსებობს რაღაცა სინდისის მომენტი და არსებობს სიყვარული და კიდე რაღაცეები ძალიან ბევრი. ის გამოც შენ მეგობრის აქციელი? ის ხო გააურებულია და მე არ მომწონს, მაგრამ მესმის. არა, მე მესმის იმის, იმიტომ რომ ის იმდენად არ ვიცი ეს საერთოდ სხვის ცხოვრებაში ქექვა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ შენ ცხოვრებაზე შეგიძლია ისაუბრო, შენ ძალიან ცნობილი ხარ, რომ ბევრი პარალელური ურთიერთობები გაქვს. შენ ცხოვრებაში ხარ უსმენდი, ხო, ბატონ ვარლამი, ხო? 6 ცოლი ყავდა. იცი რა, რას ნიშნავს 6 ცოლი? მე ესე თუ დავარქვი, მე რაც ურთიერთობები მქონია 2 წელი ადამიანი მიყვარდა, ერთად ცხოვრობდით. მაშინ მეც ყოლია 6 ცოლი. ოფიციალურად 6 ცოლი იყო, ანუ მაშინ საყვარელი ადამიანი დარწმუნებული ვარ, ცოლი რას ნიშნავს? მე ვერ მივდივარ იქამდე, იმიტომ რომ მართლა კი არ ფილოსოფოსობ და კი არ რელიგიურობ, მაგრამ ცოლი კიდე სხვა რამეა, რა რაღაცა ჯურის წერა, ცოტა სხვა. მე ცოტა და განუმეორებელი უნდა იყოს ცოლი, ხო? ვერ მივდივარ. ის არის თუ არ არის? შეიძლება ყავდეს ვიღაცა პარალელში. მაგრამ ეს ადამიანები იმ წუთს ფიქრობენ, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, თუმცა შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ასე არ არის და მიდიან სხვასთან. არა, ეს ისე არის, ეს დეგუსტაცია ხდება. უბრალოდ მოსინჯალ არის თუ არა მართლა ის ერთადერთი და განუმეორებელი. მე შენ რა მარტო კაცებს მობეზრებ, კაცებს მობეზრებ. ოდესღაც აღმოაჩინე, უი, ეს ისა. მარტო კაცებს მოსინჯალ, ეს მეორე სული მოგონი. გონი, რაღაცა იუმორით გვიდგებით მე მგონი. არა, ხალებს გეკითხებით, თქვენ არ მოგბეზრებიათ ერთი და ერთი მამაკაცი. ხო, მაგრამ შენ პირველ ბლოკში არ ყოფილიყარ, ამიტომ მე ცოტა აღზრდა. ეხლა ვინ გიყვარს ბაძზე არ გეკითხებით. ხო, შენ მანამდე ხო გქონდათ ვიღაცასთან ურთიერთობა? არ გქონიათ ეს მომენტი, რომ აღარ გინდა ეს, არ ანუ რაღაც მიტოვებული იმიჯი არ უნდა გქონდეს. ქალსაც ბეზრდება ერთი და იგივე მამაკაცი, ამაში დარწმუნებული. აღარ მინდა შენ რაღაცა ფიზიკურზე გადაგყვეთ. გასაგებია, მაგრამ რამდენჯერაც მობეზრდება ეს ხო შეიძლება გაცნობა. აღარ გეუბნები აბსოლუტურად. მე ხარ რომელი არა, იდეაში ხა ჩემთვის ხო, რაც მოყვა ხო, ის კი შეიძლება რაღაცებით გაიგონო, ჩემთვის მაინც მარაზმია რა. თუ რაღაც სიტყვა, არა, რას ვამბობ, იცი, არავის ცხოვრებაში. მე კი ვამართლებ. თუ ვერ მაქვს
ეს ამბავი კარგად ქმართან, მაშინ გაშორდი თუ რაღაცა. ხო, აი ვერ არ მესმის რა, ცოტა რაღაც ამბავში. მე არ მესმის, ვერ გაიგეთ, ან კაი რაღაცა. ხუზუ ამბობს, ვერ გაიგეთ, თქვენ რა თქვით? მოდი დააკონკრეტოს რა თქვა მან. მე ამას არ ვეთანხმები, უბრალოდ ეს ხდება, ხო, ეს არ ნიშნავს, რომ იმას ყავს ახლა ორი ქმარი. ხვდები ხა ბატონო, მე რის თქმა უნდა, რომ მე ესე მაშინ ყოლია ძალიან ბევრი ცოლი. ხვდები, იმიტომ რომ მიცხოვრია 2 წელი ერთ ადამიანთან მიყვარდა, დღემდე მენატრება, მაგრამ მენატრება ის ადამიანი და არა მასთან. თქვენ ერთი რამე დაგავით, ეს ოფიციალურობაზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ შენ ანუ მაგის ფაქტია. ოფიციალურობაზე დაგარქვი ცოლი მაშინ და არა, აქ შენ ჯგრის წერა, ხელის მოწერაზე ჯგრის წერა, ხო? ექვსჯერ ჯვარს არავინ არ დაგწერს. როგორ არ დაწერენ? არ არსებობს ჩანსი არ არის, მაგრამ გომიაშვილს ყავს მეცხრე ცოლი და ჯვარიც აქვს დაწერილი. მეცხრეჯერ დაწერილი. ეხლა ის სხვა თემაა თუ რელიგიურად მიუდგებით, ეხლა მადლი გადმოვა თუ არა სკრავეზე, მაგრამ მე უკაცრავ და ვერ ჩავ ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ყველაფერზე ვიღადაოთ, მაგრამ ერთ თემა არის ერთადერთი რელიგია, რომელთაც იმიტომ ვერ მივდივარ მე იმკამდე რომ რაღაც მგონია რომ ყველაფერი დავაშავე ამ ცხოვრებაში და ყვილად დავიწერო ჯვარი და მე კიდე ავიყარო, მე კიდე დავიწერო, მე კიდე ავიყარო. არის ერთადერთი განუმეორებელი. გასაგებია, რატომ ვერ მიდიხარ შენი ურთიერთობების გაოფიციალურობის კონდიციამდე? ანუ ამბობ რომ ცხოვრებაში ყავდა ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა არც ერთხელ არ შეგიქმნია ოჯახი. არც ერთხელ. ნუ ეხლა ეს მე კიდე სხვა დეგენერატი ვარ, იმიტომ რომ ვერ მივდივარ რაღაცა ვალდებულებების გამო ვერ ვიღებ ჩემ. ხომ არ არის ვალდებულებები ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც ვერ ბედავენ ადამიანები. საინტერესო სამბობდი ბოდიში. ხო, აი მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ჭირდება აქეთ ხანდახან მოვლა რაღაცა პატრონობა. ყველა კაცი ეგრე ჭირდება შენ. ერთხელ მე ვინც ვიტყვის რომ არ ჭირდება ყველას უნდა მოვლა. ყველა კაცი თხოვდება ამბობს სოფო, ეთახმები გიორგი? როგორ? ხო, რა მოხდა მე. ეხლა იმ 17 თუ 16 თუ ვილაპარაკებს, ვინც გათხოვდა, ანუ ეგრე გამოდის, ერთი კაცოლი რო ყავდა, 15 კაცი უნდა გაყო, შოთა უხერხულია. ხო, რა თქმა უნდა. შენ გიყვარს ერთი ადამიანი, გიყვარს ერთი წელი იყავი მასთან. აღარ გიყვარს, აღარ იყო. ჩემი აზრი აბსოლუტურად, აი ჩემი აზრი არავის თავს არ ვახობ, მაგრამ თუ პირველი და მე მეორე თუ გაჩნდა სიყვარული, პირველი ის არ ყოფილა სიყვარული. რეალურად ის გარანტირებული არ ყოფილა, იმიტომ რომ იქ სხვა სიყვარული არ არსებობს ორი, ერთი არსებობს და არ არსებობს ის მაგრამ შეიძლება იმას სახე იცვალოს და გახდეს შეიძლება ანალოგი არ არსებობდეს, არ არსებობს. შეიძლება აბსოლუტურად იდენტური არ არსებობდეს სიყვარული, თორე შენ რას ამბობ, რომ მხოლოდ ერთხელ ვიყავ მე თუ კიდე არ არის, მე მგონი ერთადერთი და განუმეორებო სულ ეგეთ ცნება არ ვუახლოვ. არა, ნუ შენ შეფრის დონეზე თუ ლაპარაკობ, არ ვიცი და ადამიანების დონეზე რამდენიმეჯერ გასაგებია, წეღან ზუზუ ამბობდა და უბრალოდ მან აღარ დაასრულა და აღარ განვარცხოთ ეს თემას, საკმაოდ საინტერესო თემა წამოჭრა. მას ჰქონდა ძალიან ბევრი ურთიერთობა, მაგრამ ვერასდროს ვერ გაებედა მოეყვანა ცოლი, იმიტომ რომ ის თავს არიდებს ოფიციალურ ურთიერთობებს. ხომ არ არის გარკვეულწილად ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როდესაც ლიკა თუნდაც ადამიანები თავს არიდებენ ოფიციალურ ურთიერთობებს და ურჩევნიათ მთელი ცხოვრება ეს ყველაფერი არაოფიციალურად იყოს და როტაციის პრინციპით იცვლებოდეს ათობით ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ესეთი მამაკაცი, მე მესმის ზუზუს დეიდაშვილი მყავს, ზუსტად ესეთი, რომელსაც ცოლი არ მოუყვანია და იგივე მომენტი აქვს. არიან ქალების კატეგორია, რომლებსაც შეუძლიათ, რომ რაღაც ძალისმიერი მეთოდები და სხვადასხვა ხრიკებით მოაყვანინონ თავი, ანუ გააბედინონ მამაკაც თავი. ძალიან ბევრია ესეთი ქალი. რა ხრიკები არსებობს ესეთი, რომ მაგალითად ზუზუს აიძულოს, რომ ცოლად მოიყვანა. მე მაგალითად არც ერთ ქალს ჩემს არ ვთქვი, ცოლად ხატულად მომყეთყო ეს. არა მოსდენები შემთხვევა, ჩემს წრეზე ვისაუბრებ, როდესაც პირდაპირ მაცხოვრობდნენ ერთად და უთხრა ქამ, ან მიგატოვებ, ან რამე გადაწყვიტე. და დასრულდა ეს ისტორია. არ დასრულდა, არა, მოიყვანეს. მე ვიცი, აი 4 შემთხვევა ჩემს სირკულზე. და მამაკაც შეუძლია ესე უსასრულოდ გაწელოს სიტუაცია, იმიტომ რომ აწყობთ ეს პოზიცია, რასაკვირველია. ხო, მაგრამ ვიცი რა, მე მგონია რომ ყველა შემთხვევა არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. არ შეიძლება არც ერთ მამაკაცზე ასე გლობალურად და არც ერთ ქალზე ასე საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეხლა ვიღაც გოგონამ, რომელიც მოისმეს დაუშვათ ამ გადაცემას და იმან ჩათვალოს, რომ იცი რა, მოდი ეხლა მე რაღაცას მოვიფიქრებ და შეიძლება ცოლად მოვაყვანინო თავი, ან ქალბატონი, რომელიც ეხლა მამაკაცთან ცხოვრობს, მას გამოუცხადოს, რომ იცი რა, ან დავცილდეთ ერთმანეთს და ან ცოლად უნდა მithხოვო, შეიძლება
ეს ფატალურად დასრულდეს, იმიტომ რომ ის შეიძლება აბსოლუტურად სხვა ადამიანი იყოს, ჩემი აზრით, ხო, რასაკვირველია. მე ვთვლი რომ როცა ჩნდება იქ უკვე ხო, რასაკვირველია. ეს რა ოჯახის შემთხვევაში შეიძლება გამოგიცხადოს შენმა მეორე ნახევარმა ისაც სხვა ლიკა. ან სიმდებით ან მომყავხარ მე ვერ გამომიცხადე, იმიტომ რომ არ მივიყვან ისე იმ დონეზე ურთიერთობას რომ ეს შინაგანად რასაკვირველია ეს ორი ადამიანი არაფერი აღარ არის. გამორიცხულია შენ ის ადამიანთან მეც აი ვეთანხმები აბსოლუტურად. ის ადამიანთან ერთად იწყება შენი ურთიერთობის აგება რომ აპრიორში უკვე გამორიცხულია რომ ეგეთ რამეზე წავიდეს საერთოდ საუბარი. იმიტომ რომ მე მიმაჩნია ეს ძალიან ანუ თუ მე იქამდე ვიგზენი რომ ამას ოფიციალობა ჭირდება ამას არც ვარ თქმები. თუმცა იძულება შეუძლებელია. მიყვარს ეგეთ წყენა რომ არ ვაწყენებ და ეგრევე სანამ მეტყვის უკვე მოიყვანს შორო. არა გენიალური ვარიანტი. რომ სიტყვაზე მოიყვანოს ხო ბიჭმა ეგეთი გოგო ხო აი მომიყვან. აი რა თუნდა იმ გოგოს ხო? თუ მე მიყვარს. რა თუნდა იმ გოგოს ეგეთი ხმა? იმას ჭირდება ურთიერთობების გაოფიციალური. როცა დომინანტი არის ხალი, ლიდერი ტიპები რამდენი არიან თა ჩვენ დროში. აი მე რომ ვთქვი ხალი არის ლიდერი და მეორე პოზიცია. აი მე ჩვენ ლიდერია ეგრე არის. აქვს გონია რომ თვითონ ლიდერი. აი გონია ფათემას შევეხები თუ შეიძლება ნოდა. გისმენთ. აი ხო თქვენ ქმარი მეუღლე ყავს თაკო მეუღლე ყავდა რა ვთქვია. ყავდა ეს არ არის ჩემი. შენ მეორე ნახევარი. ლიკა არ ყავს. აი თქვა თქვენი ხო ყავთ მეუღლე კაცი რაღაცა. სულ მაინტერესებს ერთ-ერთი ცოლებისგან. აი მე რა ცოლი მოვა. მე მქვია კაცი ხო? და წავედი სადღაც ის ვიღაცა ძალიან კარგი ქალი გოგონა რომელიც იწყება აი ნუ შანსი არ არის აი წამოვიდა ძგაპან და შენი მეუღლე ზის და ვიღაცა სხვაგან შენ არ ხარ ეს გაიგე მე წამოვიდა იმ ქალის რაღაცა ძგაპან მოვიდა სადღაც რაღაცა რა უნდა ქნას ამ დროს კაცმა მე მყავს კეთინო ცოლი არაფერი აი რა მოხდა რომ იმასთან კონდეს მისაღები იქნება და აპატიები თაკოს შენს ანუ რა უნდა ხდე რა მოხდა ხა ძგაპან და ძგუპომ შო მან დამთავრდა ეს მოიხსენი შენი მე თავიდან და ისე ბელავანა იცის პოზიციაზე რასული არ მოყავს ამას შევდა პატარა კორექციას გავუკეთებ ოღონდ შენ ახლომახლო არა ხარ აი საზღვარგარეთ ხარ ფიზიკურად გამორიცხულია რომ შენთან ყოფილიყო ქმართან ანუ ქმარდა გიორგი ნუ ალამაზე აქვე ხდება ხოლმე შენ უფრო მოგეწონება რომ შენმა შეურაცხყოფათ იქ ზნო შეურაცხყოფათ თავს რომ იქ აი წაცდა რა გიჟი ხარ ხო არა ეს ვამბობ მივხვდი ხარ უფრო მაგრამ შენმა თომა იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა შენ მამაკაცი რომელმაც აი არ ვიცი ძალიან მოეწონა მაგას ვიძა და ქონდა მამაკაცთან სექსი ხო დაი ნახე არ მოგიწრა ზუზუ იცი რა ძალიან მიყვარხარ მაგრამ ესე მქონდა და მაიქნება ზუზუს რეაქცია რა თქმა უნდა არ მომეწონება ეხლა რას აპატიებ კაც მერას ვაპატიებ არ ვიცი იცი რამდენი მინახი პირდაპირ კითხოს ჭირდება პირდაპირ პასუხი არა იცი რა თავიდან რეაქცია ჟიჟური თორე მე ხანდახან ვეღარ ტოვები ნუ უყვართ მაგრამ აი პატიება საერთოდ აფართოვსნება ხო არ შეიძლება ესე თქვა რომ მე არ ვაპატიებ ფურცლის ჩამოვარდნას არ ვაპატიებ მაგრამ თუ კი ფოთლები დაწვივდებ არ შეიძლება ვაპატიებ არა გეწყინება მეთქი შენ თავს შევაწყობდი ის არა ეგ კითხე მე აპატიებ არ ბატიებზე არ გეუბნები იცი რა არ ვიცი მე მსგავსი ტიპის გამოცდილება არ მაქვს და გონია რომ არ ვიცი იცი რა არსებობს იდეალური ურთიერთობები ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ მე მაქვს იდეალური ურთიერთობა ჩემთან და ანუ ამ საშიშროებას საერთოდ ვერ ვხედავ. არ ვიცი, შეიძლება არ მაგრამ თუ დაინახეთ აკო ეს საშიშროება? ეს ხო რეალური საფრთხეა. ძალიან მეეჭვება რომ შევძლო უბრალოდ და იცი რა არის, თუ კი დავინახე რომ ჩემს მეუღლეს დაუშვათ, უნდა რომ ყავდეს სხვა ქალბატონები, ძალიან დიდი შანსია იმის რომ მე მასთან ურთიერთობა დავასრულო, იმიტომ რომ ეს იყო მესიჯი ქმართან ახლა ამ წუთას. გიდაც. ეგეთი რამე არ მიქარო ესე. გიდაც. შოდევა აი ხო ნათქვამი. ხო პრინციპში სადღაც გეთან აბსოლუტურად მე გულსფრენი მეგონი არ ხარ. არა, რატო? შეიძლება რომ აპატიო შენ შენ თაზო მე იმას კი არ მე იმას კი არ მე ხარ რასაც ვთქვა ყველაფერს კი არ ვეთანხმებ მეც ჩემ თავს ამას თქვენი თავიდან ნუსაუბრობ მე ჩემ თავსაც ამ შეკითხვას უსმევ ხვდები მე რა ის კი არ ვარ ხა რაღაცები მე რასაკვირველია მე არ ვამბობ ზუზუ რომ არ ვაპატიებ ან ვაპატიებ არ ვიცი ჩემი გადმოსახედიდან მე მგონია რომ საინტერესო ხალხი არ ილევა ხალხო ხვდები მე ის გასაგებია ძალიან საინტერესო დისკუსია არის თუმცა მე მინდა სიტყვა მივცე აუდიტორიას და ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები
იმყოფებიან და შემდეგ ვისაუბროთ თემაზე. ვისთვის არის მისაღები პარალელური ურთიერთობები და ვის ქონია ეს ყველაფერი? გისმენთ? კაცები ვართ რა, აქეთ უნდა გავიქცეთ. ვაღიაროთ რომ გავიქცეთ. ჩვენ გვეპატიება კაცებს. ქალებს არა, იმიტომ რომ ქალი ბოლოს და ბოლოს დედა არის. ჩვენ ქალები არ გვაქვს. არა, ქალი არის დედა. ქალმა არა. კაცი მამა არ არის? მამა არის, მაგრამ ქალს შვილის პატივცემა უნდა იცოდეს ქალმა, რომ მე ხვალ ბირჟაზე ან სხვაგან სკოლაში იტყვი და აი დედა შენი გარკვეულია. ქალბატონი სოფოს მეუღლის მაგიერ რო ყოფილიყავი, არ გავშორდებოდი. არ გავშორდებოდი. ასეთ რანგეროს სოფლიდან არ გავშორდი. ასეთი კომპლიმენტი ეთერში რა გინდა? ფანტასტიკური. არა, ამ შემთხვევაში სოფოს ბედი გავშორდა, მე დავშორდი. არ მოგცემდით უფლებას. როგორ არ მისცემდით უფლებას? აუგზავნოთ თუ ჩაკეტა. არ გაუშვებდა სხვა. დელზე მონაზავი დაგარჯობდა. პარალელური ურთიერთობები. ვის ქონია ცხოვრებაში პარალელური ურთიერთობები? ბუნებრივია ძნელი აღიარო, თუმცა ამ გადაცემაში ყველაფერზე საუბრობს ხოლმე. პარალელური ურთიერთობები, მოდი დავიწყოთ ზუზუსგან. დარწმუნებული ვარ თუ ქონია აღიარებს. ქონია პარალელური ურთიერთობები. დღე ერთი და იგივე ურთიერთობა ერთმანეთის პარალელურად და ამდენ რთულია ეს ურთიერთობები. პარალელურად ვამბობ რომ არ მქონია პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ თუ არ ადამიანთან ვარ, ზუსტად მაგას ვიძახდი. ვარ, მაგრამ რაღაცა რომ აი ყოფილა შემთხვევები და არა პარალელური ურთიერთობები. მქონია შემთხვევები, როცა მე თავი ვერ დამიმორჩილებ, იმიტომ რომ შანსი არის და ძალიან არც ვნანობ ამას. ხვდები? იმიტომ რომ მე ეს არ მიღალატია რა. არ დიტური დაიხო. არა, ხო, არ მიღალატია. ქონია, მაგრამ ეს არ არის პარალელური, ეს ყოფილა შემთხვევები, როცა ინციდენტები, როცა მე ადამიანთან ვიყავი და მქონია პარალელურად რაღაცა 1-2. გიჟდები აი ეს ბარტიან დასახელებებს მამაკაცები რომ უგონები ხო, ქალებიც, მაგრამ ეს ამას რა ქვია? აი შემომეჭამა, აი ამ ქართველებს ეს ჩიკიბრიკი დაემატა. არა, ვაღიაროთ ყველამ, ქალმაც, კაცმაც, რომ ფლირტი არის ყველგან და ყოველთვის, როცა ხარ მით უმეტეს რაღაცა საინტერესო ადამიანებთან, საინტერესო სფეროში. არა, კი, ახლა ჩვენი იუმორი შემოვიტანეთ ამ ყველაფერთან, იმიტომ რომ ცოტა გავალაითოთ. შანსი არის. გამორიცხული არაფერი არ არის. მე არ ვარ მომხრე, რა თქმა უნდა, მე ქსოლიანობის, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ორგიას გავს, მე ესე მგონია. შეიძლება ეს ერთხელ მოხდეს შენ ცხოვრებაში და ან კარგია, ან ცუდია, მაგრამ ცხოვრების წესად გაიხადო რომ 6 ცოლი ყავდეს ეს არის ჩემთვის ისა მე მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანებმა ერთმანეთს არ დაურღვევენ ფსიქიკა და არ დაარღვევენ ერთმანეთის უფლებები. გასაგებია ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის დასაწყისში ბატონმა ვარლამამ ბრძანა რომ ურთიერთობების კრიზისი ორი ადამიანის ურთიერთობაში იწყება მაშინ როდესაც ერთი ადამიანი ცდილობს მეორე ადამიანის ტრანსფორმაცია მოახდინოს ანუ გადააკეთოს მოიდგოს გადაასხვაფეროს არის თუ არა რეალურად ეს პრობლემა რაც იწვევს შემდეგ ადამიანების ერთმანეთისაგან დაცილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ძალიან ბევრი წყვილი, აი მე ვიტყვი ხმამაღლა არ გამიბრასდება ჩემი და რომ ჩემ დასაც ქონდა ცდილობა თავის მეუღლეს და მაგრამ მოეგო გონს ეს იყო პირქორწინები და პირველი 2 წელი. ანუ შენ დას ქონდა ცდილობა რომ მეუღლე გადაესხვაფერებინა. და რომ არა, მეუღლე ყავს ფანტასტიკური, ესეთი სიძეური არ დადის როგორიც მე მყავს, მაგრამ ნუ ჩემი და არის თავისებური ადამიანი, რაღაც მოწესრიგებული, არ ვიცი ახლა როგორ დავასა და უნდა რომ მისი მეუღლეც ყოფილიყო ზუსტად იდენტური. და ამ დროს მათ შეიძლება შეუყვარდათ ერთმანეთის ზუსტად იმიტომ რომ არიან ორი განსხვავებული სხვადასხვანაირი. შეიძლება არა, ეს ალბათ ასეა. იწვევს თუ არა ურთიერთობების კრიზისი, სწორედ ის, როდესაც მეორე ნახევარი ცდილობს რომ შენ შეგცვალოს. ხო, რა თქმა უნდა იწვევს, იმიტომ რომ ეხლა იდეალურ ურთიერთობაზე იყო ლაპარაკი, ვისაც აქვს ღმერთმა შეერგოს და ძალიან მიხარია, მაგრამ მე არ მგონია, იმიტომ რომ და მით უმეტეს ეს შანსი არა რა გადმოისფრენფერო თუ რაღაცა არ მესმის, იმიტომ რომ ინდივიდები ვართ ადამიანები. არ შეიძლება ყველაფერი მომწონდეს შენ რაც მოგწონს მე ან შენ, ხო? და იდეალურ ეს დისკუსია რომელიც მიმდინარეობს, თუმცა მინდა ვკითხოთ, რას ფიქრობენ პროფესიონალები. ახალ ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილი შემოგვიერთდება, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი ფსიქოთერაპევტი, რომელიც ამ ყველაფერზე საკუთარ მოსაზრებებს გაგვაცნობს. ნინო ოკრიბელაშვილი სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. საკმაოდ საინტერესო დისკუსიაა დამეთანხმებით გადაცემის წინა ორ ნაწილში. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება. რეალურად რის შემდეგ დგება ურთიერთობების კრიზისი ქალსა და მამაკაცს შორის?
საერთოდ პოლიგამია როგორც ასეთი გაეროს ასე ვთქვათ ერთ-ერთი რეზოლუციით არის ცდილობა რომ ჩაითვალოს ქალთა დისკრიმინაციის ფორმად და დისკრიმინაციის ფორმაში მრავალწოლიანობა ჩაითვალოს დისკრიმინაციის ფორმად. არა იმიტომ რომ დაუშვათ ეს რაღაც ძალადობას აქვს ადგილი, არამედ იქ ახასგასმითაა ნათქვამი რომ ძალადობა არა ფიზიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური დომინანტობიდან ზემოქმედებიდან გამომდინარე. ხოლო ის მეორე ნაწილი, რომელიც მე აქ მოვისმინე, ეს არის ზუსტად საქართველოს ქართული ოჯახის პრობლემებიდან გამომდინარე, როგორც მამაკაცების მხრივ, ასევე ქალების მხრიდან. რამდენად ხშირად მოდიან თქვენთან ადამიანები მსგავსი პრობლემით, რომ ის მიატოვა ქმარმა, ის მიატოვა ცოლმა და ეძებენ ამაში პრობლემებს? მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც ძალიან ხშირ შემთხვევაში მომმართავს ქალბატონი, არის ღალატის მომენტი და მე ფსიქიატრი ვარ და ფაქტიურად ჩემთან მოდიან უკვე ის შემთხვევები, როდესაც უკვე სახეზეა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ძილის დარღვევები, ძალიან სერიოზული მენტალური პრობლემები, რაც გამოწვეულია მეუღლის ღალატით, მაგრამ არა ერთჯერადი ღალატით. მინდა გითხრათ, რომ უფრო მძიმედ აღიქმება ის ფენომენი, რასაც ჩვენ აი საყვარლოს ინსტიტუტს უწოდებთ, ანუ ხანგრძლივ პერიოდში ქორწინების გარეშე არსებული ურთიერთობები. ყველაფერი მაინც მოდის ოჯახიდან. რატომ მინდა გაუსვა ხაზი ოჯახს? ჩვენი სტუდიის სტუმრები, თქვენი სტუდიის სტუმრები ითხოვენ მრავალ პოლიგინეას, ანუ მრავალი ქალის არსებობას ერთ ოჯახში, ერთი დომინანტა მამაკაცი და ბატონი არზუმანი, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება სტუდიაში და ამის დაკანონებას. ეს ფორმა, ესე იგი, ოჯახის, ეს ფორმა, როგორც ოჯახის, იცით რა, პრაქტიკულად არსებობს ძალიან ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში, არსებობს მორმონებში, მაგრამ მაგალითად შინამეურნეობაზეა ეს აწყობილი. ეს არის წინასწარი მოლაპარაკება და ესაა პირადი უფლება და რელიგიური უფლება იმ ქვეყნებში აღიარებული და არსებობს ასეთი ქვეყნები. ჩვენ რაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, ანალოგიური დისკუსიები მიდის რუსეთშიც, მე როგორც ვიცით, როდესაც რუსეთის მუფტიამ განაცხადა, რომ ალბათ საჭიროა დავაკანონოთ და შემოვიტანოთ ლეგალიზაცია. ანუ ესაა დისკუსიის საკითხი, რომელიც გარკვეული რელიგიური საფუძვლები გააჩნია. მაგრამ ამავე დროს მე დავასრულებ ახლა, მაგრამ ამავე დროს აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ მორმონებში მაგალითად 10 სახლიან, 10 ოთახიან სახლში ან ფლიგელიან სახლში ცხოვრობს 10 ცოლი. ყველას თავისი ინდივიდუალური ადგილი აქვს მიჩენილი და მათი ურთიერთობა არის რელიგიიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჯანმრთელი კონკურენცია. სწორედ მაგას ბრძანებს ბატონი არზუმანი. მაგრამ მალიზე კონკურენცია იქნება ვინ უკეთესად მოულის მეუღლეს. მაგრამ მალიზე მაგალითად იქ ცოტა სხვაგვარადაა. იქ სხვადასხვა უჯრედებია შექმნილი და ყველა ადამიანთან აქვს ლეგალური ურთიერთობა. ალბათ მაისაუბრა რომ ახ ვითომ და უბრალოდ ჩვენ მოვიშველიეთ და ამათმა ხარი დამიჭირეს რომ ისლამში არის ეს წესები. მაგალითად ზოგს დამცავის საშუალებით შეუძლია, მე არ მსიამოვნებს დამცავის საშუალებით ქალთან წოლა. არ მსიამოვნებს ესე. ჩვენ ხო გიждდებით რასაც. ოფიციალური უნდა ყავდეს და ხვალე ხო შეიძლება შვილი გეყოლოს იმ მეორე ნახევრისაგან, მეორე ცოლისაგან და ის რა შვილი არ არის? ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ნინოს უბრალოდ ვკითხო. თქვენ წეგან საუბრობდით, რომ თქვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც ღალატის ნიადაგზე არიან უმძიმეს მდგომარეობაში. მათ ჭირდებათ ფსიქიატრის დახმარება, აქვთ სერიოზული პრობლემები. რეალურად რამდენი დიდია ამ ადამიანების მაჩვენებელი საქართველოში? საკმაოდ მაღალია. თითქმის, ну ახლა მე ვერ გეტყვით ზუსტად დანგრეული ოჯახების რაოდენობას თუ შევხედავთ სტატისტიკიდან თუ ამოვიღეთ, საკმაოდ მაღალია და ეს ციფრი მატულობს და მატულობს. ამის უკან დგას ზუსტად აი დანგრეული ოჯახის უკან ფაქტურად დგას ქალის გაძლიერებული შესაძლებლობები, რომ სოციუმში დაიმკვიდროს თავისი თავი დამოუკიდებლად და არა ვიღაცის ქონების ან ვიღაცის ასე ვთქვათ საწოლზე გავლით. დამერწმუნებით ყველანი რომ არც საწოლში გავლით კეთდება მთელ სოფლიოში ყველაფერი და ეხლა ესეთი რამ მაპატიეთ, მაგრამ მე არ მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში ერთჯერად, როგორც თქვენ ხმარობთ გამოცდილებაზე. მე ვსაუბრობ, რომ ზოგადად ქალის კეთილდღეობა დღეს არ განისაზღვრება იმით, რომ იცით რა, მე ვარ ვიღაცის მეგობარი ქალი
და არა მეუღლე და ამითი ვაკეთებ ჩემს კარიერას და ჩემს მომავალს. არა, მე აქ მაქვს საუბარი ცოტა სხვა მომენტზე. ოჯახი რა არის? აი ეს შეკითხვა სამწუხაროდ აქ ამ შეკითხვა არ გაიჟღერა. როგორ არ გაიჟღერა? ვერ მივედი ოჯახამდე და უკვე გაიჟღერა. ხვდები მე იმდანაც მაგარია ჩემს ოჯახი რომ ვერ დავოჯახდი. გასაგებია, იმიტომ რომ სამკუთხედი შტეინბერგის მიერ მოწოდებული სამკუთხედი, რომელიც ამბობს რომ სიყვარული ისევე როგორც უნდა გახდეს საფუძველი ოჯახის, აი ეს სამკუთხედი უნდა არსებობდეს ერთ წვერში ლტოლვა, მეორე წვერში ესე იგი ნდობა და მესამე არის პატივისცემა და თვით შეწირვა რომ ეს იყოს თვით შეწირვა. თუ რომელიმე კუთხე მოენგრამას, რა თქმა უნდა, ეს არასრული ურთიერთობაა და შესაბამისად პრობლემა იქნება ორი ადამიანის ურთიერთობაში. აი ამ ორი ადამიანის ურთიერთობიდან რატომ მიდის მაგალითად ან ქალი ან მამაკაცი პოლიგამიურ ურთიერთობაზე? აი აქაა პრობლემა. პირველი, მას პრობლემა აქვს თავისი ბაზისური ოჯახიდან. მან ვერ განავითარდა დედობრივი სიყვარული, ვერ დაინახა და მერე დაიწყო მრავალ პარტნიორში აი ესე ძიება. ერთში ერთი ნაწილი დაინახა სიყვარულის, მეორეში, მეორესი, მესამეში, მესამე და მერე კრებითად ქმნის აი ესეთ პოლიგამიურ ურთიერთობაში იდეალურ ხატს და აბსოლუტურ ბედნიერებას. მაგრამ არის მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი დონ ჟუანი, რომელიც იცით რა, ჩვენ გონია და სადღაც მოგწონს დონ ჟუანის ფენომენი. არაფერი არ არის, ესაა სოციალური ლომის იმიჯის უკან დამალული პატარა შეშინებული ბიჭი, რომელსაც ეშინია იგივე გოგონა, რომელსაც ეშინია რომ ვინმე ამის შესახებ ტიპური დონ ჟუანი ალბათ არის პაციენტია, როდესაც რომლის უკანაც დგას პატარა შეშინებული ადამიანი, რომელსაც ეშინია რომ აი იქ ვიღაცამ რაიმე არ დააბრალოს და ყველას უმტკიცებს ამ სოციალური ლომის იმიჯით რომ ის არის მიმზიდველიც, მომხიბლელის, რომ ის აი ყველა სიყვარულის. მე გეტყვით რა, წეგან აი ამაზე რომ ლაპარაკობდით, რომ რამდენიმე ის არის, ხო? მნიშვნელოვანია. სამკუთხედის წვერი. სამკუთხედი, ხო? ზუზუს ვეთანხმები და ვიცი რაც იგულისხმა, რაც უნდა რომ ეთქვა რომ მეც ახლა 30 წლის ვარ და სულ საქართველოში რატო არ მოყავს და როდი თავარი კითხვა რომელიც შეება რატომ არ მოყავს სოლი რატომ არ ხდება იმიტომ არ მომყავს ზუსტად რომ მე ჩემთვის როგორ ზუზუ თქვა რომ ოჯახი რაღაცა მართლა წმინდაა და მართლა ძალიან მაგარი რაღაცა იმიტომ რომ მე აქამდე იმიტომ არ მოვიყვანე რომ განა არ მქონდა საშუალება კი ცუდად განა არ მქონდა შანსი რომ მომეყვანა უბრალოდ ვიცი რომ მე რომ აქამდე თუნდაც არ იყო არ შემხვდა ისეთი რომ მაგრამ რომც მომეყვანა მე ზუსტად ვიცი რომ ზუსტ დღე აი დარწმუნებული რომ ოჯახს ვერ შევინარჩუნებდი ვერ ბევრი რაღაცების გამო მაგრამ თავარი იმის გამო რომ ვერ შემხვდა ადამიანი რომელსაც აი სამკუთხედის ის რაღაცა მრავალი ის ანუ თქვენ არ საუბრობთ რეალურად პოლიგამიაზე თქვენ საუბრობთ ლტოლვაზე რომელიც დღეს შეიძლება აღმოცენდეს A პერსონის მიმართ მეორე დღეს B პერსონის მიმართ არა პირიქით მე ახლა სხვა რამე ვთქვი რომ მე მინდა ნახინდეს ის ოჯახი ხალბატონი მე მინდა შევქნა ოჯახი თუ არ რომელთანაც მექნება ვნებაც სიყვარულიც ჩემი მეგობარიც იქნება და სხვა ქალთან აღარ მომდება მაგრამ გასაგებია ქალბატონი ხომ არ არის ხოლმე მსგავსი შემთხვევების დროს ვალდებულებების პრობლემა როდესაც ქალბატონს ამ მამაკაცს უბრალოდ უჭირთ საკუთარ თავზე ვალდებულებების აღება ზუსტად ამას უწოდებენ ფრანგი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ნევროზულ კომპლექსს ანუ ნევროზული კომპლექსი როცა გადაწყვეტილების მიღება არკვეული შიშის გამო რომ მე მეშინია პასუხისგებლობა ავიღო ამ პიროვნებაზე ჩემს მომავლობაზე რატომ რა არის ოჯახი იცით რა არის ოჯახი რა ფუნქციები აკისრია ოჯახს აი რეალურად რომ ჩამოთავოთ მე ვიცი რომ ძალიან მაგრები ხართ თქვენს პროფესიებში მაგრამ აი ოჯახს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია პირველი ესა აღმზრდელობითი ფუნქცია მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ დაუშვათ იცით რა მან სცადა ჩემი შეცვლა არა მაგრამ ოჯახში როცა ორი ადამიანი იწყებს თანაცხოვრებას იქ გარკვეულწილად ორივეს კუთხები გარკვეულწილად ხო რა თქმა უნდა თავსებადობა და ცხოვრებას და სულით კიდეც ერთმანეთს ანუ აღმზრდელობით ფუნქციას ქმარიც ახორციელებს ცოლზე და რაღაცა რომ არ მოხდება ამის მერე არის შვილი რომელსაც შემდეგ ყოფითი და დაუშვათ მატერიალური პრობლემების გადაჭრა იცით რა არის აი მრავალცოლიან ოჯახებში ეს მომენტი არის ძალიან დადებითად შეფასებული მაშინ როდესაც არის გამოსყიდვის აი ესე იგი პატარძლის ყიდვის მომენტიო, როგორც ასეთ, იმიტომ რომ რაც უფრო შეძლებულია,
მით უფრო მეტ უზრუნველყოფილ ცხოვრებას ბენზინი ვერ ჩამიწყია მანქანაში. აი, ყოფილი და მესამე ემოციური პრობლემები. აი, ინგრევა, ჩემი გამოცდილებით ოჯახი იქ, სადაც იკარგება აღიარების მომენტი. რა თქმა უნდა, ადამიანი იღლება, სხვათა შორის ის ჩემი მეგობარმა გოგომაც მითხრა, რომ ბატონო ვარზმან, თქვენ გადაიღალეთო, მეორე ნახევარი გინდათო. ანუ თქვენმა მეგობარმა გოგონამ რომელთანაც ღალატი მეც ყოფილი ვარ არ ვიტყვი 100 ქალთან მაგრამ 1-15-20 ქალთან მეც ყოფილი ვარ კი ბატონო ვიტყვი იცით რა ესაა კლასიკური ვარიანტი მამაკაცთა შუა ასაკის კრიზისისა როდესაც რაღაც პერიოდში თავის ძველ პარტნიორთან ურთიერთობა გარკვეულად შეიცვალა ახალი ემოციებია საჭირო ახალი რამდენი ხანი აქვს მაშინ გითხარით. ვადა რამდენი ხანი აქვს ამ კრიზისის ვადა რამდენი ხანი? არა, 5-დან 10 წლამდე. მე ძალიან ბევრი ოჯახი მინახა, საკმაოდ ჰარმონიული, რომელთაც ქალმა არ აიტანა მეუღლის ქორწინების გარეშე ურთიერთობები და დაანგრია. თან ეკონომიკური კრიზისიც თუ დაემთხვა ხო ვაფშე? ქალაქში ცოტა ის არის ახლა ბოდიშს მოუხდი ქალაქებში. გამალათხოვე. არის ქალაქში უფრო მეტი საშუალება არის. სოფლად არიან ქალები, საწყლები, ზოგი შინაბერად წევა. ხონდა გათხოვება მაგათაც ხონდათ, არა? მაგსაც ცოტა. ეს არჩევანია, მას შეიძლება უნდოდეს გათხოვდეს და უნდა და უნდა რამე უნდა რო ოფიციალურად ხელი ფიქრობს რომ რეალურად ქალს უნდა გათხოვება და რაღაცნაირად დაკანონების ქალები თობეუნი არიან, არა? არა, უკაცრავად რა. აი გენდერული სტერეოტიპი რაზეც არის ლაპარაკი, მაგრამ მაპატიეთ ახლა სუდათ არ ვამბობ, არა ვერ ხვდები ხა იმათ გათხოვება უნდა თუ კაცი უნდა, ეგ უნდა განხოსყავო. შვილი უნდა, დედა უნდა, რო არა, მაგა დედა უნდა, რო პასუხისგებელი ხარ. იცი რა არის, არ შეიძლება ესე მიუდგეთ, რომ ქალს უნდა. მაგას მხოლოდ იმიტომ რომ დედა გახდეს. ახლა რაღაცა გურულ ანეკდოტს გავს. არ უნდა. ბაღალიზაც ვერ მაგას რა ვაგაკადრებდიო, ხა ისე გამოგვდის რა. ანუ არის იდეაში ფილმებისაც 2 ან 3 ცოლი ყავს ერთდროულად. არა, ითხოვს ლეგალურად. მას ყავს ერთი, მაგრამ ითხოვს ამის დაკანონებას. ძალიან კარგი სიტყვა. მეორე ნახევარი თქვენ თვითონ ახსენეთ. მეორე ნახევარი და არა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ადამიანს უნდა ყავდეს ერთი მეორე ნახევარი. ლიქასაიზე არ ვლაპარაკე. ერთ ვიტყვი რა, მე ტერმინი მეორე ნახევარის წინააღმდეგი ვარ, მეორე ნახევრის. მე მირჩევნია რომ ყველა ჩვენთაგანს ყავდეს ჩვენი პირველი ნახევარი და ჩვენ ვიყოთ მეორე ნახევარი. არა, შენი მე არ არსებობს ადამიანს პირველ ადგილს გიყენია ყოველთვის. შენი მე თუ არ გაგაჩენია სხვა, მაშინ შენ პატივს არ აქვს. ესეც განსხვავებულია აზიურ და დაუშვათ ევროპულ ცივილიზაციებს შორის. ეს არის განსხვავება მაგალითად ცირცხვილის კულტურასა და ემისი ბრალეულობის კულტურას შორის. ვინ ვარ მე? ჩემთვის წინა პლანზე დგას ჩემი ოჯახი თუ მე და მე ჩემი ოჯახი. ესეც ძალიან რომელი თქვენ რომელსაც ახსენებთ? მეც თუ მეორე ნახევარი? ჩვენი სიმბოლო რადგან ვაზია, არც ევროპა ვართ და არც აზია. ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ საინტერესო დისკუსია გამოვიდა, თუმცა ამ ცხარე დებატების შემდეგ ერთგვარი რეზიუმე რო გავაკეთოთ და პუნქტობრივად მივყვათ რეალურად რაშია პრობლემა, როდესაც საქართველოში ინგრევა ოჯახები. ქალბატონმა ნინომ ბრძანა რომ რეალურად არის ურთიერთობების პრობლემა, როდესაც ეს ყველაფერი ადამიანური ურთიერთობები მოდის ერთმანეთთან კონფლიქტში, როდესაც შემდეგ მიდიან უკვე ამ კონდიციამდე. ოჯახი არის მიკროსოციუმი, ხო? ანალოგია მთელი სამყაროსი. თუ ოჯახში ორ ადამიანს შორის არ მოხდა ჰარმონიული შერწყმა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, აი ეს ოჯახი დაანგრევისგან არის დაანგრევისთვის არის განწირული, მაგრამ თუ მამაკაცი ამ შემთხვევაში თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და ამის პარალელურად მეორეს ეს იცით რა კონტრაქტი დადონ ცოლ-ქმარმა კონტრაქტი და გასაგებია ჰარმონიულობა, აი ძალიან მაგარი ადამიანური ურთიერთობების პრობლემა არის ადამიანებში, ხალხო ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა, ვინც შემოგვიერთდა და ეს საათნახევარი გაატარა ჩვენთან ერთად, ეს იყო გადაცემა 100 გრადუსი ცელსიუსით. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო დისკუსია გამოვიდა დღევანდელი ეთერის განმავლობაში და საკმაოდ საინტერესო იყო ჩვენი სტუდიის მთავარი სტუმრის შეფასებები, რომელმაც ერთგვარი რეზიუმე გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ცხელი თემით შევხვდებით უკვე ერთმანეთს შემდეგ პარასკევს. მადლობა რომ შემოგვიერთდით, ნახვამდის.